ონკოლოგიურ ცენტრში ბრონქულ ასმასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბრონქული ასთმით დაავადებული და რისკ ფაქტორების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევებს ატარებს. პრევენციისა და დაავადების გამოვლენის მიზნით აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. კონსულტაციებს და გამოკვლევებს ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი მაია გოთუა ატარებს. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება. ბრონქული ასთმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოში აღინიშნება 2014 წლის 6 მაისს, ატარებს უფასო გასინჯვების აქციას და მიზნით ქალაქ თბილისიდან და ესევე ადგილობრივი სპეციალისტები არიან მოწვეული და ხდება დიაგნოსტიკური კვლევები ბრონქული ასთმის პირველადი ფორმების გამოვლენის მიზნით. პაციენტებს, რომელთაც აქვთ ასთმა და ვერ მიაღწიეს ექიმთან სხვადასხვა მიზეზების გამო, ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათ სურთ რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი გათვითცნობიერება მათი ავადმყოფობის შესახებ, ხდება გასინჯვები, რისთვისაც პაციენტები არიან შეგროვილნი დღეს და გარკვეული პაციენტები უკვე გავსინჯეთ. დღეს მოსულ პაციენტებს შორის არის როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები.